ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1959 წლის 19 თებერვალია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. უკანასკნელ ხანს საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებმა გააუღუნებელყვეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის დაზვერვების აგენტების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც თურქეთის ტერიტორიიდან იყვნენ შემოგზავნილნი. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნენ ჯაშუშები ქუმელაგილ რიზა აიდინოღლი და ისა გიუნეშ ქამილოღლი. ჯაშუშების დიდი ჯგუფი დაკავებულია სომხეთის ტერიტორიაზეც. თურქეთ საბჭოთა კავშირის საზღვრის აჭარის უბანზე სასაზღვრო დაცვასთან სროლის დროს მოკლულ იქნა ჯაშუში რეზაკ ჩაუში. ამჟამად დაკავებული ჯაშუშების საქმეების ძიება დამთავრებულია და საქმეები გადაცემულია სასამართლოს. ქუთაისის რაიონის სოფელ დერჩში გუმათხეს ლაჯანურხესის გზაზე აიგო ქვესადგური, რომლითაც განხორციელდა სოფლების დერჩისა და მექვენის ელექტროფიცირება. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ელექტროშუქების გაყვანა თნორისისა და საჩხეურის კოლმეურნეობებში. წლის პირველ ნახევარში დამთავრდება ასევე სოფლების გოდოგნისა და ნახშირღელეს ელექტრიფიკაცია. თელავის რაიონის მშრომელებმა საუკეთესო საჩუქარი მიიღეს. წინანდალში დაიდგა და ამუშავდა სატელევიზიო რეტრანსლატორი, სადაც წარმოებს თბილისიდან მოწოდებული გადაცემების მიღება. თელავსა და მისი რაიონის სოფლებში უკვე შეძენილი აქვთ 100-მდე ტელევიზორი. მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. მოსკოვში დაიწყო სიარული რამდენიმე ტროლეიბუსმა, რომელთაც კონდუქტორები არ ჰყავთ. გზავრების მიერ ბილეთის შესაძენად ტროლეიბუსში მოწყობილია სპეციალური სალარო. ამ ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში იგი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც დაინერგება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი ინდირა განდი არჩეულია მმართველი პარტიის ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარედ. იგი ამ პოსტზე იქნება პარტიის მორიგრილობამდე, რომელიც გაიმართება 1960 წლის იანვარში. გადმოიცემოდა 1959 წლის 19 თებერვლის უკანასკნელი